Good morning, gurus. Welcome to another episode. Hope you're having a beautiful day. We're going to jump into Bitcoin. We're going to look at the markets. დილა მშვიდობისა, მეგობრებო. დღეს ბიტკოინსა და ჩემს ღია გარიგებებს განვიხილავთ. გუშინ კიდევ ნახევარი ბიტკოინი დავამატე. ბაზარი კი კვირის დახურვამდე გაიზარდა. 26 წელია ვაჭრობ და 6 წელიწად ნახევარია ყოველდღიურ ვიდეოებს ვაქვეყნებ. ეს ჩემი გარიგებები და გამოცდილებაა და არა ფინანსური რჩევა. These are my trades, my lessons, my investments. Let's jump into technicals for Bitcoin now. We're going into technicals. And you can see Bitcoin had a bit of a pump just now and then ბოლო წუთებში ბიტკოინი დაახლოებით 64,000-დან 65,500 დოლარამდე ავიდა, შემდეგ კი უკან დაიხია. ეს კვირის ბოლო სანთელი იყო. თავიდან ჩანდა, რომ შეიძლება დათვური შებრუნებული ჩაქუჩით დახურულიყო, თუმცა გვიანმა ზრდამ კვირის გაცილებით ძლიერი დახურვა უზრუნველყო. Which would have been a bearish pattern, but it didn't. It closed strong. RSI is heading up from oversold. Squeeze mob is going to კვირის გრაფიკზე RSI ჭარბი გაყიდვის ზონიდან ზემოთ მიიწევს. Squeeze მომენტუმი კვლავ წითელია და ჯერ ნაცრისფერი არ გამხდარა. სტოქასტიკურმა ინდიკატორმა ზემოთ შებრუნება სცადა, თუმცა ისევ დაიხია. დღის გრაფიკზე RSI და სტოქასტიკი კვლავ იზრდება. RSI still heading up, stochastic still heading up. Let's go closer into the technicals on the weekly. კვირის გრაფიკზე Cryptograph კვლავ წითელ გაყიდვის სიგნალს აჩვენებს, ბიტკოინის სხვა ინდიკატორმა კი რამდენიმე კვირის წინ ყიდვის სიგნალი მისცა. დღის გრაფიკზე სტოქასტიკი დაახლოებით დიაპაზონის შუაშია. ინდიკატორებისა და ბოტების ბმულები ქვემოთაა. Stochastic is midway and you can see we're in this clear channel and it played out ბიტკოინი კვლავ აღმავალ არხს მიჰყვება. ფასი მხოლოდ დაახლოებით 63,700-მდე ჩამოვიდა, ამიტომ 63,200-თან დაგეგმილმა ორდერმა აღდგენა გამოტოვა. დიდი შებრუნებული თავი და მხრები კვლავ შესაძლებელია, 4 საათიან გრაფიკზე კი უფრო მაღალი მინიმუმი ჩამოყალიბდა. It made a higher low, which is good news. You can see here what I mean. So 4 საათიან სტრუქტურაში უფრო მაღალი მაქსიმუმებისა და მინიმუმების რიგია, ამიტომ ფართო მიმართულება კვლავ აღმავალია. 65,500-მდე მოძრაობა მოკლევადიანი გრაფიკი დროებით ჭარბი ყიდვის ზონაში გადაიყვანა, შემდეგ კი ფასი უკან დაიხია. კვლავ არხის ქვედა ზღვართან შესვლას ვამჯობინებ, დაახლოებით 70,000-ის წინააღმდეგობის სამიზნით. გრაფიკზე შესვლა დაახლოებით 63,432-თანა, სტოპი კი 63,101-ის მახლობლად. ეს დაახლოებით $321 რისკია ერთ ბიტკოინზე დაახლოებით $9,650 შესაძლო მოგების სანაცვლოდ, ბერკეტის გარეშე. ათმაგი ბერკეტით ექსპოზიცია ბევრად დიდი იქნებოდა. სასურველ შესვლას კვლავ 63,400-ის მახლობლად ველოდები. გუშინ Bybitზე რეალური პოზიცია დაახლოებით 64,200-თან გავზარდე. 1.5 ბიტკოინიანი ლონგის ღირებულება დაახლოებით $97,000, საშუალო შესვლა კი 65,255-ის მახლობლად. ბიტკოინის აღდგენასთან ერთად დაუფიქსირებელი ზარალი გუშინდელი დაახლოებით $1,700-დან დაახლოებით $100-მდე შემცირდა. ბიტკოინის ქვედა ორდერები დაახლოებით 62, 60, 58 და 55,000 რჩება. ბაზრის გაძლიერების გამო შემდეგი ნახევარ ბიტკოინიანი ორდერი 62,000-დან 63,079-ზე გადავიტანე. დანარჩენი საფეხურები უფრო დაბლა რჩება. Wix-ზე ცალკე ორდერი ჯერ არ გააქტიურებულა. დაგეგმილი ბიტკოინის ლონგი დაახლოებით 63,100-მდე გადავიტანე. ორდერის ღირებულება დაახლოებით $21,000-ია. ასე შესვლა მიმდინარე ფასზე დაბლა რჩება და დაგროვების საერთო გეგმაც შენარჩუნებულია. ეს იყო ბაზრის მთავარი განახლება. ყველა ბმული ქვემოთაა, Bybit $30,000-მდე ბონუსით, Wix $200-იანი ბონუსით ქექის გარეშე, უფასო Telegram, Elite Traders, Clash of Games და კრიპტოსა და აქციების კურსები. სტუდენტები შედეგებს კვლავ გვიზიარებენ. ერთმა მაყურებელმა თქვა, რომ კურსი თითოეულ დახარჯულ ცენტად ღირდა.
მეორემ ტექნიკურ ანალიზს, სწორაზროვნებასა და დისციპლინას თავისი პირველი $18,000 მოგება დაუკავშირა. უფასო Telegram საზოგადოებაში გაწევრიანება ყველას შეუძლია. საზოგადოება ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაბომბვის შეჩერებას განიხილავს. სამშვიდობო შეთანხმებამ შეიძლება ბაზრის ახალი ზრდა გამოიწვიოს, კონფლიქტის განახლებამ კი მორიგი ვარდნა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Bitmarket-ის ბირჟა საქმიანობის შეწყვეტას გეგმავს. გახსოვდეთ, თუ გასაღებები თქვენ არ გეკუთვნით, მონეტებიც თქვენი არ არის. წარმატებულ კვირას გისურვებთ. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და ჩართეთ შეტყობინებები. კითხვები კომენტარებში დაწერეთ, მათ ვკითხულობ და შესაძლოა შემდეგ ვიდეოში ვუპასუხო. დაახლოებით 12 საათში აქციების ბაზრის ცალკე მიმოხილვას გამოვაქვეყნებ. ჩემი მთავარი სამიზნეებია Google, Nvidia, Apple, Foxconn და Amazon. ბიტკოინის პოზიციასაც ვზრდი, თუმცა კაპიტალის დაახლოებით 85% კვლავ ნავთფულად მაქვს. ხარდაჭერის დონეებამდე კორექციისას ამ პოზიციების გაზრდას ვგეგმავ. შესანიშნავ დღეს გისურვებთ, ხვალამდე.